ვიქტორ ყიფიანი უკვე მზად არის, რომ უპასუხოს ჩვენ შეკითხვებს. მოგესალმებით, ბატონო ვიქტორ. დიდი მადლობა თქვენ ჩართვისთვის. ბატონო ვიქტორ, თქვენ გქონდათ შეხვედრები უშუალო კომუნიკაცია სომხეთის სხვადასხვა პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებთან. რომ გითხრათ, აი ზოგადი სურათი, რაც ჩვენ ვნახეთ 2 დღის განმავლობაში, რასაც თვალს ვადევნებდით სომხეთის დედაქალაქში. აი როგორ წარმოჩინდება, როგორ ჩანს ახლა საქართველოს როლი და ფუნქცია ამ რეგიონში ამ გლობალური დღესწესრიგის ფონზე? ძალიან დიდი ბოდიში იქნებ გაიმეოროთ კავშირი თუ გესმით, კი ბატონო, თუ გესმით ბატონო ვიქტორ, გავიმეორებ ჩემ შეკითხვას, თქვენ გქონდათ საშუალება უშუალოდ უფრო ახლოდან დაკვირვების საშუალება და უშუალო კომუნიკაციის საშუალება გქონოდათ კონკრეტულ პირებთან, ამიტომ როგორ ჩანს დღეს საქართველოს როლი და ფუნქცია ამ ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული გეოპოლიტიკური გადანაწილების თუ დღესწესრიგის ფონზე? ძალიან აქტუალური შეკითხვა არის განსაკუთრებით დღეს ერევნის ფორუმის გადმოსახედიდან. არაერთხელ მithქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ის რაც ხდება დღეს სომხეთში და ერევანში, არ მინდა ახლა აქ მომხდარი პროცესების არ ძალიან გაბევრება და ზედმეტი დრამატიზაცია. კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანას და ამ შემთხვევაში საუბარი მაქვს საქართველოზე, რომელსაც პრეტენზია აქვს განვითარებაზე, პრეტენზია აქვს იმაზე, რომ იყოს მოდერნიზებული და კონკურენტუნარიანი რეგიონული კონტექსტიდან ამოვარდნის პირობებში, როლის დაკარგვის პირობებში, რა თქმა უნდა, ასეთი პრეტენზია ვერ ექნება, ეს პრეტენზია იქნება უსაფუძვლო და მხოლოდ მითოლოგიური. სომხური მაგალითი ყოველ შემთხვევაში მიუთითებს ერთ რამეზე, რომ რა თქმა უნდა ჩვენ მივესალმებით იმ პროცესს, რომელიც მიმდინარეობს სომხეთში, ჩვენ მივესალმებით იმ პროცესს, რომელიც მიმდინარეობს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის და ეს საკითხიც აქ ძალიან აქტუალურად არის წარმოჩენილი, მაგრამ ერთი რამ ფაქტი არის, რომ როდესაც ჩვენ დღეს მოწმენი ვართ საერთო სამხრეთ კავკასიური ერთგვარი გეოსტრატის ფორმირებისა, შეიძლება ითქვას საწყის ეტაპზე ვართ საერთო ეკონომიკური სივრცის, ეს ახლა ჩემი ტერმინი არის უფრო მეტად ვიდრე აქ აღჟღერებული. მნიშვნელოვანი არის, რომ როგორი იქნება ჩვენი ჩართულობის ხარისხი და ამ პროცესში ჩვენ პირველ რიგებში ვიქნებით თუ არც თუ პირველ რიგებში. ჩვენი ადგილი რომ მოიძებნება, ამ ხრივ მე ეჭვი არ მეპარება, იმიტომ რომ გეოგრაფია განაპირობებს, ასე თუ ისე, მაგრამ გეოგრაფიის მნიშვნელობის გასაბევრებლად აუცილებელი არის ჩვენ საკუთარ თავს შევახსენოთ რამდენიმე აუცილებელი პირობა, რითაც ყოველ შემთხვევაში ჩვენი სომეხი კოლეგები ცდილობენ უკეთ პოზიციონირებას ამ პროცესში. ქართული გადმოსახედიდან ეს არის პირველ რიგში გავუფრთხილდეთ ადამიანურ კაპიტალს. იმ პირობებში, როდესაც ამა თუ იმ მიზეზებით დაწყებული პოლიტიკურით და დამთავრებული ეკონომიკური მოსაზრებებით ქვეყნიდან მოსახლეობა გადის, პერსპექტივაზე ფიქრი რა თქმა უნდა რთული არის. ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ ვიფიქროთ ინსტიტუციურ რელსებზე ქვეყნის მართვის დასაბრუნებლად. ესეც ჩვენი სავიზიტო ბარათი არის, რომლის გარეშე ის ფიქრი ის განაცხადი, რაზეც მე საუბარი მქონდა, იქნება შეუძლებელი. ისევე როგორც არსებითი არის ჩვენ ვიფიქროთ ღია ეკონომიკურ სისტემაზე. ის სისტემა, რომელიც ჩვენ დღეს მივიღეთ საქართველოში, რომელიც საშუალო სტატისტიკური ქართველისთვის დიდად არანაირი სიკეთის მომტანი არ არის, ვინაიდან მშრალ სტატისტიკაში და მშრალ ციფრებში გამოიყენება, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს საშუალო სტატისტიკურმა ქართველმა. მისი გაბევრების, მისი ჯიბის გაბევრების, მისი გამდიდრების ხარჯზე იგრძნოს რეალურად ამ სტატისტიკის სიკეთე და მონაგარი. კიდევ ერთი ასებითი მნიშვნელოვანი გარემოება თამარ არის ის, რომ ვიფიქროთ დაბალანსებულ საგარეო პოლიტიკაზე, განსაკუთრებით ისეთ სამყაროში, სადაც პირობითი დაყოფა არის მხოლოდ შავა და თეთრად და ამდენი შუალედური ფერი არსებობს. ეხლა დასვნის სახით მხოლოდ ძალიან ესე თქვა, წელი პასუხი არ გამომივიდეს. ეს არის აუცილებელი წინაპირობა, მაგრამ ამ წინაპირობის განსახორციელებლად, რა თქმა უნდა, საჭირო არის მესაჭე. ამ მესაჭეს, რომელშიც ბუნებრივია მოიაზრება საქართველოს ხელისუფლება, სჭირდება სუმცირე კომპეტენცია, ცოდნაზე დაფუძნებული მართვა, ღია მმართველობა და პროგნოზირებადობა. ეს ყოველივე შეუძლებელი არის ასევე თუ ქვეყნის შიგნით ის არ იქნება აღჭურვილი ძალიან ფართო საზოგადოებრივი მანდატით, თანხმობით და სანდოობის ხარისხით.
ალბათ აი ზედმეტი ჩარჩის გარეშე ეს ის მნიშვნელოვანი დასკვნები არის, მნიშვნელოვანი დეტალები არის, რომლებიც არ ახალია ალბათ ჩვენი მაყურებლისათვის, არ ახალია ჩვენი მსმენელისათვის, მაგრამ აი სომხეთში მიმდინარე ღონისძიებები კიდევ ერთი შეხსენება არის სად ვიმყოფებით და რამდენად დიდი სამუშაო არის გასაწევი, რომ უკანა რიგებიდან ამ პროცესისაც წინა რიგებში რაც შეიძლება სწრაფად გადავინაცვლოთ. კი ბატონო, და თქვენ ახსენეთ უკვე აი ამ ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე ისტორიული პროცესების რამდენად მნიშვნელოვანია მესაჭე. ანუ ვინ არის ქვეყნის ხელისუფლებაში? ჩვენ ვხედავთ აი ახლა დაახლოებით 1 თვეში არჩევნებიც არის სომხეთში და ვიცით რამდენად მნიშვნელოვანია მათ შორის საქართველოს გამოცდილება, რომ რაც შეიძლება ნაკლები იყოს, რაც შეიძლება შეზღუდონ რუსული ჩარევები და რუსული სპეცოპერაცია არჩევნების პროცესში და ვიცით რომ კონკურენტი მთავარი, ასე ვთქვათ, ფაშინიანის არის სწორედ იგივე კონსტრუქციის, მოდით ასე ვთქვათ, ოლიგარქი, როგორიც არის საქართველოში ბიძინა ივანიშვილი. ხო, აი ამ ფონზე ბატონო ვიქტორ, თქვენ როგორ გესახებათ ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების რეჟიმი არის თუ არა მზად იმისთვის, რომ გაითვალისწინოს, ფეხი აუწყოს და ჩაერთოს იმ პროცესებში, რასაც ჩვენ ვხედავთ, თუნდაც ჩვენს რეგიონში, ჩვენს ძალიან ახლო სამეზობლოში, რაც აი პირდაპირ კავშირშია იმასთან, რაც ხდება საქართველოში. ხო, ეს არის ყველაზე ახლო რეგიონი ჩვენი და ყველაზე ახლო მეზობელი. თამარ, პირველ რიგში თვალსაჩინო არის, რომ სომხურ საზოგადოებაში ძალიან დიდი ყურადღება ექცევა ქართულ გაკვეთილებს და ქართულ გამოცდილებას. ეს ის გაკვეთილები არის და გამოცდილება არის, რომლითაც დიდად ჩვენი რეალობიდან გამომდინარე სატრაბახო სამწუხაროდ არაფერი გვაქვს. ამიტომ ეს გაკვეთილები დღეს, როდესაც დაახლოებით 1 თვე დარჩა საპარლამენტო არჩევნებამდე, რა თქმა უნდა, არის სომხეთისათვის ძალიან დროული, სწორი და აქტუალური შეხსენება. ახლა მეორე საკითხი ძალიან მოკლეზე რომ შევეხოთ შიდა სომხურ პოლიტიკურ პროცესს ორიოდე სიტყვით. არის შემდეგი, რომ დღევანდელი ხელისუფლებისადმი სომხეთში არ არის ერთგვაროვანი დამოკიდებულება, რასაც ჩვენ ამას ადგილზე ვხედავთ და ვისმენთ, მაგრამ ერთი არის სიმპათია, ანტიპათიები, ერთი არის სომეხი ამომრჩევლის ნება, მაგრამ ზოგად გეოპოლიტიკურ კონტექსტში, რომელიც მათ შორის რეგიონში ძალთა სწორ გადანაწილებას შეიძლება მოემსახუროს, შეიძლება ძალიან თამამად ითქვას, ახლა მე ვთქვათ, კერძო პირი ვარ და შემიძლია მეტი სითამამე მივცე ჩემს განცხადებას, რომ რა თქმა უნდა, პაშინიანის მხრიდან ძალაუფლების შენარჩუნება არის არა მარტო ამჟამინდელი სომხეთის ინტერესებში, არამედ საქართველოს ინტერესებში და ზოგადად იმ პროცესების განსავითარებლად, რაც ისი მოსმენის ეს რეგიონში ვართ. ახლა ქართული ხედვა ამ თემისა, რაც იმ კონტექსტში, რაც თქვენ ახლა დასვით და მე აღვნიშნე კიდევაც და თქვენ იკითხეთ კიდევაც, რამდენად რესურსული არის ეს მოქმედი ხელისუფლება, რომ საჭირო მომენტში საჭირო გადაწყობა მოახდინოს. მე არ ვიქნები განსაკუთრებულად ორიგინალური თუ ვიტყვი შემდეგს, რომ გადასაწყობად მხოლოდ გეოგრაფია არ ქმარა და მხოლოდ გეოგრაფიული ფაქტორი ვერ იქნება თვითქმარი. გეოგრაფიაზე იმიტომ ვახდენ აქცენტს, რომ ჩვენ ხშირად გვესმის პროპაგანდისტულ მედიაში, რომ გეოგრაფიული ფაქტორი საკმარისი იქნება მოქმედი ხელისუფლებისათვის, რომ მისთვის საუკეთესო სარგებელი, საუკეთესო გამოივაჭოს. არა ბატონებო, ეს შეიძლება რაღაც მომენტში მოკლევადიანი ეფექტის მონტანი იყოს, მაგრამ ეს ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება ვერც ხელისუფლებისათვის გრძელვადიანი ეფექტის მონტანი და რომ არაფერი თქვა მნიშვნელოვნად დახევს ქვეყანას უკან. ამდენად, როდესაც მე ვახსენებ ამას საუბრის დასაწყისში, პროგნოზირებადობა, სტაბილურობა და ცოდნა, აბა გამისახელოს კრიტიკულად ვაზროვნე მსმენელმა, ურებელმა, პოლიტიკოსმა, საზოგადო მოღვაწემ ამ სამიდან, რომელი გააჩნია მოქმედ ხელისუფლებას საკმარისი ხარისხით და საკმარისი დოზით, ქვეყნის განვითარებაზე, მესაჭეობაზე, როგორც ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, საფუძვლიანი პრეტენზია განაცხადოს. ამდენად, როდესაც ჩვენ საუბრობთ, ვისაუბრია კიდევაც გარკვეულ გადანაცვლებებზე, გარკვეულ გადანაწილებაზე
საკუთრივ ქართული ოცნების ან ეგრეთ წოდებული ქართული ოცნების წიაღში, იმიტომ რომ ეს არ არის მხოლოდ პარტიული წარმომადგენელი, ინტერესთა გაცვლის სინდიკატი არის. იქ გადანაცვლებები ეს არის მხოლოდ ერთგვარი მოკლევადიანი ოპტიკის შექმნის მცდელობა, სხვა არაფერი და ვერავითარ შემთხვევაში ვერ გაუთანაბრდება იმ განვითარებას, იმ ნახტომისებურ თვისობრივ განვითარებას, რომელიც ასე სჭირდება ქვეყანას, რომ ჩამორჩენა რომლის მოწმენი ვარ, ჩვენ დაძლევს მოკლე ვადაში. Იმდენად კიდევ ორი ელემენტი და მე ამით ამ კი ბატონო, უნდა დავასრულოთ. არის შემდეგი, რომ მენანება, რომ დღეს საქართველოს დაკარგა მთავარი უპირატესობა იყოს ინიციატორი სხვადასხვა იდეების, რაც სამხრეთ კავკასიაში ინტეგრაციული პროცესების მომსახურებას ხელს შეუწყობდა. ეს არის პირველ შემთხვევაში საქონლის, კაპიტალის, ადამიანებისა და მომსახურების თავისუფალი გადაადგილება და ის რომ საქართველოს დღეს არ აწარმოებს აქტიურ კონსულტაციას, მათ შორის გლობალური მომარაგება მიწოდების ჯაჭვში მონაწილეებს კომპანიებთან, როგორ შეიძლება საქართველოს გახდეს მისაღები, როგორ შეიძლება გახდეს საინვესტიციო მიზიდველი და როგორ შეიძლება იყოს საუკეთესო ადგილი არა მარტო უცხოური ბიზნესის გაკეთება, არამედ პირველ რიგში ქართველებისათვის საკუთარი ქვეყანაში ცხოვრებისა და ბიზნესის გაკეთება. კი ბატონო, დიდი მადლობა ბატონ ვიქტორ, საინტერესო ჩართვისთვის. ვიქტორ ყიფიანი, ინიციატივა ჯერ საქართველოს დამფუძნებელი გვერდთვებოდა სომხეთის დედაქალაქიდან ერევნიდან პირდაპირ ეთერში, სადაც თქვენ იცით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული სამიტი გაიმართა და ახლა უკვე მიმდინარეობს კონკრეტული ფორუმი დიალოგი 2026, სადაც რომელსაც ჯერ საქართველოს წარმომადგენლებიც ესწრებიან და ჩვენ ახლა მომდევნო თემაზე უნდა გადავიდეთ.